19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებისათვის დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიება წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე დაასრულდა. გიორხელიძის გატაცებისათვის შეგახსენებ სულ 4 პირია დაკავებული. პროცესში ჩემი კოლეგა ბელა ზაქაიძე ესწრებოდა და ის განაგრძობს უკვე დეტალებზე საუბარს. ბელა გისმენთ. ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გოგიტა თოთოსაშვილმა მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა დაპატიმრების შეფარდებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ადვოკატები ითხოვდნენ 10,000 ლარიანი გირაოს შეფარდებას. თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ გაიზიარა. დაპატიმრება შეეფარდა ალექსანდრე ჭანტურიას, გიორგი ქალდანს, დურმიშხან ღვაჩლიას და ჯემალ შონიას. სწორედ ეს ადამიანები არიან 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაში. მოსამართლის გადაწყვეტილებით წინა სასამართლოს ხდომა 2 დეკემბერს ჩაინიშნა. საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის თენგის ხარებოვას შუამდგომლობამ გალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებისათვის პატიმრობის გამოყენების თაობაში დაკმაყოფილეს. ქალბატონ ჯემალ შონიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებისათვის გამოყენებული იქნეს პატიმრობა. პროკურორის განცხადებით 10 ოქტომბერს გამტაცებლები გიორხელიძის ბინაში შეიჭრნენ. გიორხელიძეს მოატყუეს, რომ ისინი გაზიდან იყვნენ მისულები. კარები გაუღო გიორხელიძემ, მას ხელბორკილები დაადეს და ჩასვეს ჩემოდანში, თუმცა ეს ჩემოდანი ვინაიდან ძიმეწონიანი იყო გიორხელიძე, გაიხა და შემდგომ უკვე იარაღის მუქარით ჩამოიყვანეს სადარბაზოსთან, საიდანაც წაიყვანეს მცხეთისკენ არმაზის მიმართულებით და ჭუმბურიძის სახლში 4 დღის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ. პროკურორმა განმარტა, რომ გამტაცებლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები არიან. 3 მათგანი მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაჟებში, ხოლო ერთი კი ყოფილი პოლიციელია. მათ ბავშვს შეუკრეს ფეხები, შემდეგ მათ მიერ მოტანილ დიდ ჩანთაში ჩასვეს, რომ ჩანთით გაეყვანათ საცხოვრებელი ბინიდან, რადგანაც ჩანთა გაიხა, იმიტომ რომ ბავშვი მოცულობითი იყო და წონას ვერ გაუძლო იმ მოტანილმა ჩანთამ. ამის შემდეგ ისევ გაუხსნეს ხელფეხი, ჩაიყვანეს ქვევით იარაღის მუქარით, ჩასვეს მისივე ავტომანქანაში და გოთუას ქუჩიდან შემდეგ წაიყვანეს სანზონის მიმართულებით. იქ სხვა მანქანით ღვაჩლიანი დახვდა, გადასვეს იმ მანქანაში და ამჯერად ჩასვეს საბარგულში, შემდეგ წაიყვანეს მცხეთის რაიონის სოფელ არმაზში და იქ ერთ-ერთი მოქალაქის ჭუმბურიძის აგარაკზე ყავდათ გამომწყდეული საწოლში ჯაჭვებით დაბმული. ყველა აღიარებს, უბრალოდ მოვითხოვეთ გირაოსად ალტერნატიული სახვითი ღონისძიება მოვითხოვეთ. საშტატო ერთეულებში არიან ჩარიცხულები, ანუ არიან საშტატო თანამშრომლები ეგენი იბრძოდნენ გენასელ კოდორის ხეობის დაცვალები იყვნენ და პირნათლად ასრულებდნენ თავის მოვალეობას. პროკურორის განცხადებით ერთ-ერთი ბრალდებული დურმიშხან ღვაჩლიანი ბიზნესმენს გიორხელიძეს იცნობდა. გიორხელიძე წყალტუბოში ცხოვრობს, სწორედ იქ აქვს ბიზნესი და ღვაჩლიანის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ლტოლვილთა დასახლებაში სწორედ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს და აქედან ჰქონდა ინფორმაცია, რომ გიორხელიძეს ჰქონდა გარკვეული ბიზნესი და ღვაჩლიანი ამ ბიზნესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა მზრახველებს და სწორედ ის არის დანაშაულის ინიციატორი. სასამართლოს ხდომაზე იმყოფებოდნენ როგორც ღვაჩლიანის, ასევე სხვა ბრალდებულების ახლობლები, თუმცა ღვაჩლიანის ნათესავმა განაცხადა, რომ მოხდა გაუგებრობა, ისინი ვერ იჯერებენ, რომ ღვაჩლიანმა ჩაიდინა დანაშაული და განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით ღვაჩლიანი დანაშაულს არ აღიარებს. აღსანიშნავია, რომ 4 დაკავებულიდან ადვოკატი მხოლოდ ერთ მათგანს ჭანტურიას ყავს, ხოლო 4 ბრალდებული დღეს ადვოკატის გარეშე იმყოფებოდნენ. ისინი უბრალოდ ერთმანეთს იცნობენ, იყვნენ მეგობრები და მოხდა რაღაცა გაუგებრობაში. ძველი თანამშრომლები არიან და ეტყობა მოხდა გაუგებრობაში. ამას გამოძიება დაამტკიცებს ალბათ. უბრალოდ დამთხევა იყო, რომ წყალტუბოში ცხოვრობს ეგეც. თორე არანაირად არ იცნობდა. პირველად გამიგონი მეც რომ გიორხელიძე მეც წყალტუბოში რამოდენიმე წელი ვიცხოვრე, მაგრამ საერთოდ არ გამიგონია ეგ გვარი. არავინ არ აღიარებს. არ ამგონი ამას გამოძიება დააზუსტეთ, მე არ ვიცი. გიორხელიძის საქმეში ბრალდებულების პროცესი 2 დეკემბერს გაიმართება. წინა სასამართლოს ხდომა იქნება 2 დეკემბერს, რის შემდეგაც ამ საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. სასამართლო პროცესის დეტალებზე ბელა ზაქაიძე საუბრობდა.